დაგეტოლა და დაბალია. ხო, დაბედოლა და დაბალია. ის ოქრო ყელზევე აწონა. პრობა დავინახე შორიდან. მივედე, იმიტომ რომ ძალიან დაღლილი ვიყავი და დილით დებილი იდიოტი, ფუფ, დაღლილი თუ იყავი რა უნდა და. არა, აჩით ვერაფერს ვერ დაამტკიცები, იმიტომ რომ ქალები ზოგადად ყველაფერში ჟობნიან. გაუმარჯოს მაყურებელს, დღეს ჩვენი სტუმარი არის ინფლუენსერი, მსახიობი და შეთავსებით ძალიან დიდი და სერიოზული კომპანიის ბუღალტერი კატო მიქაცაძე. კატო, მადლობა რომ გვესტუმრე. მადლობა. ძალიან გამიხარდა. რამდენი წელია რაც რთული ცხოვრება აირჩია. ბუღალტრობას გულისხმობ. უნდა მიხდებოდა. ძალიან დიდი მადლობა რომ მსახიობად მომიხსენიე. ჩემი აზრით ხარ. პატივია ჩემთვის. დიახ. იმიტომ რომ რეალურად მე ვერ ვუწოდებ ხოლმე ჩემ თავს მსახიობს. ვიწყებ ხოლმე რომ მე ვარ ბუღალტერი, იმიტომ რომ პროფესიით მე ვარ ბუღალტერი, თეატრალური არ დამემთავრებია სამწუხაროდ. მაგრამ ორი ყველაზე წარმატებული, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული YouTube სერიალის მსახიობი ხარ. ერთ-ერთი რატო? ორი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალი. კი, ბუღალტერია მე არ ამერჩევია. ანუ ეგ რთული ცხოვრება ჩემთვის. ამაძალეს რომ ჩემთვის მე არ მე მკვიდრეობით მივიღე. მე მკვიდრეობით მივიღე თავიდან თაობას. ანუ ეს დეპრესიულობა და რაღაცები მოგდგამთ დიდი ხანია? საიცავი და საუბარი. ანუ მე გეტყვი. მე მაინტერესებს ახლა. ყველა ადამიანს არჩევანი მაინტერესებს. ამ სისულელეში ფეხი რატო შედგეს? ხო. თვითონაც რა უნდათ? მართლა. ნუ ჩემ შემთხვევაში იყო მშობლების გავლენა. ვაუ. ჩემს პროფესიის არჩევა. ფინანსისტები არიან? არა. ფინანსისტები არ არიან. მამა ჩემი იყო პოლიციელი და დიასახლისი, მაგრამ სადი. მე მკვიდრეობის საინახე მშობლებმა ჩემი ბუღალტერია. მამა პოლიციელი, დედა დიასახლისი, გამოდის ბუღალტერი. ბუღალტერი შვილი. ასე რომ მოერიდეთ ამ წყვილის საოჯახებას. შვილი გამოდის ბუღალტერი ყველა ვარიანტში, აი. გინდა არ გინდა. არა, მე დაძმანი მყავს სხვათა შორის. ერთი ბუღალტრები? აა, ექიმია? კი ბატონო. ბიჭო რა დეპრესიული ოჯახია. მეორე იურისტი. ვახში, იმენა რა სამხიაროა გავა ოჯახში. იდეალური ვარიანტია შენი აზრით. სამხიარო მე. ხო, შენ ეხლა რაღაცა მე მე მეგიცი. გადახრა მე რაღაცა ხო იცი მაგ. მე რა მოაჩინე. ბიჭო, ჩემი აზრით ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. ფინანსურად გაგიჭირდება ბუღალტერი დაგეხმარება. ექიმი გინდა, ექიმი გინდა, იურისტი არის, გინდა. პოლიცია არის. და ის რა ქვია, სახლი ყველაფერი რა. ყველაფერი კარგად. მაგრად, ესე იყო. ხო, guys, სანამ დავიწყებთ, მე მაქვს ერთი, არ ვიცი, რატო მოხდა ეს კითხვა საერთოდ აქ. ფერარით გიკატავიათ თუ არაო, ესეთი კითხვა არის მე ლალის იმაში. ფერარი ნანახიც არ მყავს. აი, ეხა იმაში ხუჩაში არ ჩაუვლია? ანუ ხალხო ფერარი სად უნდა მენახა? მე დავიბადე. გავიზარდე. ხო, დეპრესიული. გავიზარდე. ანუ დეპრესიული როგორ არ ვიქნები? 18 წლამდე შავ-თეთრად ხედავდი, იმიტომ რომ ჭიათურაში ფერების აღქმა არ მქონდა, ყველაფერი შავი იყო. 18 წელს ვიყავი პირველად თბილისი რომ ვნახე. ზღვა არ მახსოვს. ზღვა. თბილისის ზღვას ნახავდი ალბათ დაახლოებით მაგ პერიოდში. შეგვიძლია ჩავთვალოთ. მე მახსოვს ჩემი პირველი ვიზიტი ჭიათურაში და ხო ცოტა ის იყო. დრამატული. საჩხერიდან ჭიათურისკენ რომ მიდიხარ. გზად ისეთი საშინელი სანახავ ერთი ის მაკლდა რა რომ სხვათა მე და შორის შენ ერთად ვიყავით მაგ დღეს. ევროტუში რო ძაღლს ისუდევს კაცის ხელი პირში. მეგონა რომ ეგ გამოირბენდა. ამერიკაში ეს ბლე. კაცა რო გამ. ჩემი მე რა ჭიათურაში რო გადახო უყვევსო. ხო, უყვევსო, ანუ ის ჭიათურაში რო შეხვალ მაგრამ ჩემი ოცნება არის რომ ფილმი გადავიღო ოდესმე ომზე აი ხა მითხარი რომ სიუჟეტურად ძალიან ლამაზია ეგ საჩხერიდან ჭიათურამდე იდეალური ლოკაციები მაგის რომ მივდივარ ხოლმე სულ ესე ვფიქრობ რომ აი აქ მაგარი ფილმის გადაღება შეიძლება ომზე და პოსტ აპოკალიფსზე და მსგავს რაღაცეებზე იდეალური იქნება იდეალური ადგილი ნამდვილად ტერმინატორის 3-ში არის მომავლიდან კადრები მან არის გადაღებული თუ გაინტერესებს მაგ ლოკაციაზე ხო და ფერარიზე რატო იყო კითხვა ეს რა ფერარზე ან ფერარში ფერარისთან ვდგარ ვარ. ფერარისთან ვდგარ ხარ? კი. რას ელოდებით, ბებო? აი. ელოდებით რას? დავბლადავიდეთ რას? ავოდით, მე წაგიყვანთ. მოდით. რა საყარელია.
კარგად. რა საყვარლობა ვიდეოა. მე მეტირება ესეთ მემოებზე. რა საყვარელი იყო, ელოდებოდა მე ვინმე. მაიმუნობა იქნებოდა ვინმე და ელოდებოდა, რომ ანუ წაეყვანა. ესეთი ისმე ვასება რა ქვია. ესეთი ვიდეო აქ არ არის არ მახსოვს არის რომელი ქვეყანა და რაღაც ცოტა რაღაცა რო ჭირს ტიპს. რაღაცა ჭირს და ოცნება ქონდა რომ ფერარით ეკატავა თუ რაღაც რო აკატავს ერთი რა. ფერარით არა იმაზე რაღაცაზე რო რაღაც სპორტკარში ყავს და როტირის ის ტიპი მაგაზე მეც ვიტირე რა ვიმენე ის ვიყავი ცუდად ვიყავი. ეს არის ბიჭებს აქვთ ხო უფრო მეტად ალბათ ეს ოცნებები რომ რაღაცა მანქანა უნდათ რომ გაატარონ, მანქანა უნდათ რომ ყავდეთ მე. მაგრამ კიდია. ხო, მეც. მე მახსენდება ბებია ჩემი პირველად რომ ჩემი ძმა ჩამოვიდა მანქანით სოფელში და ბებია ჩემი ჩაისვა მანქანაში, გააკატავა ბებია ჩემი ხოჭკუაზე არისო ისე გაუსწორდა და მე რო ჩამოვიდა მანქანიდან, ხო გადა მეზობლებს თავზე. საყვარლობა იყო. გამოტყდით. ჰა? ართვის მოწვევა რომელიც თაზე აიღეთ გამოტყდით. მე არ ამიღია ჯერ კიდევ. აჰა. არც გავსულვარ, ასე რომ არ ვთქვა. აჰა. შენ მარც მოწვევა არ გააქვს? არა. ვაიმე, როგორ მოახერხე? ზარმაცი ვარ. ზარმაცი არა ლოთი ხარ. ეგეც აი მიზეზია. უდაოდ. მე მანქანის მესამეზე ავიღე. მოტოციკლეტის რა თქმა უნდა პირველი ეს. შენ? მე მეორეზე. რა იყო წინაპირობა რა ჩაგჭრათ? მოკლედ ვიყავი 17 წლის და პირველად რო გადაიხადა ფული არ ჩამოუტანეს და მე სპორტის ჩამოატანა. 17 წლის ვიყავი და თბილისში უნდა ჩაგებერებია არ იყო ერთ ჩახ. მგონდა თბილისის ფული რა უნდა. ხო გითხარით რომ ესწავლე თბილისი არ მინახავს სკოლა. 17 წლის ვიყავი. მაგას გამოვხენ. ხო, ვაბერებდი საჩხერეში. აჰა. ეგ საჩხერეა თუ ჭია თუ რა ჩამოყალიბდით ზოგი ამბობს რომ ჭია თუ რა საჩხერეა. სადაც ჩაბარება ხდება? სადაც ჩაბარება ხდება და რომ გავედი ანუ პატარა ვიყავი რა რეალურად მანქანის წარება ვიცოდი რა უბრალოდ ძალიან ნერვიულობდი რა აი გული მიცემდა აი ესე მქონდა და დამავიწყდა მუხრუჭის ჩაწევა და ჩამომაგდეს მაგიტო და მეორედ რო გავედი მე გამოსცაზე აი აქ მქონდა დანიშნული რ ანუ რუჩნოი რომ ეგ არ დაგავიწყდეს ხო რა ანუ ამას რომ მოკიდე ყაობა ვაბარები რა დავას რომ მოკიდე აქ რ რუჩნოი არ დაგავიწყდეს რუსულად გეწერა რა თუ ინგლისურად კიდე კაი მეორჯერ არ ჩაიჭრა თქო წარმოგიდგა კაი იქნებოდა რომ დახედა და სადუში რო ჩაიგო აი გერი მეწერა ზუსტად. გონდი შენი ჩაჭრის მიზეზი რა იყო? მე თვითონ შენ საჭრეში აბარები. ჩემი ჩაჭრის მიზეზი ის იყო რომ ექსპერიმენტები ჩავატარე მე ხო იდიოტი ვარ ზოგადად და წავედი ვისწავლე რა თქმა უნდა ჩოლეთ რუსთავში როგორი ისიც არის ქალაქის ის მაგრამ წავედი გორში ჩასაფარებლად ჯერ. აჰა. მე წავედი საჩხერეში ჩასაფარებლად. მოიარა თელს. და ბოლოს მეთქი რუსთავში ჩავალ მე ჩავაბარე. აუ იმიტომ რომ რუსთავი ქონდა საჩხერეში იყო უკუღმა. ბიჭო არ ვიცოდი მანქანის ტარება მაშინ ვისწავლე. ანუ უკუღმა ყველაფერი. აი ამაში ვეთანხმები. პირველივე პარკირება, ვაფშე ყველაფერი უკუღმა არის. ანუ რუსთავში ბოლოს არის პარკირება და აყენებ მარჯვენა მხარეს. საჩხერეში არის პირიქით. პირველია და მარცხნივ აყენებს ისეო და მე რუსთავში ჩავაბარე მე მეორე ცდას. ხო, რუსთავში მარტივია ჩემი. ეგ უკვე 18-ის რო გახდი ლოგიკურია. არა 17-ის. მაგრამ ისე მოვედი რომ თბილისის თვალზე ხოჭური. შემოვლითი გზით მოუარეთ მე. აი ხარ, გენეცვალე ლაგ ჯიგარი ხარ. გავიგე შეჩემო. მადლობა მოუხადეო სპონსორებს ექიდან ადამიანი. ქალბატონო ლალი, მე მაპატიეთ ნამდვილად. თქვენთანაც ბოდიში მეგობრებო, მაგრამ ეს ყველაფერი არ იქნებოდა რო არა ჩვენი წარმდგენი ლუდისა ნატურალური ქართული ტალღოვანი პრემიალური ხარისხის ჩიპსი, ასევე ჩვენი მეგობარი ლუდი ბავარია და რა თქმა უნდა ალკოსფერო რო იყოს ჩვენს გვერდით, რო არ იყოს ჩვენს გვერდით ეს ყველაფერი არ გამოვიდოთ. თქვენ თავზე დავალებული, კარგად იკისრეთ თუ შეიძლება. არა, დაიცა მიდი გუნდში. ჰა? არ მინდა. აჰა. შენ გენაცვალე. ყველასთვის უნდა დაგეტო. აი ესე უყვარს ხედავ, აი როგორ უყვარს. რო გადმომს გენაცვალე ლაკეთ რო მანდო არ მინდა. აი მინდა. ხა იმდენი მეხვეწა არა, იმდენი, მოდი ხა. შენ ორ მარჯვენაო, კაი პროფილი გაქვს. მანახე და მანდ ჯაი. არა, ხო? რა ჭერდი გადავწოდე. ისე რა. და ამსვე ზააგ ბიჭო რა და თბილისში 18 წლის ასაკში ჩამოსვლის მიზეზი სწავლა იყო ალბათ, ხო, როგორც ხვდები. სწავლა იყო. სად? მე სწავლობდი თესეუში. მეც. გაგიკვირდება და მაღლივში. მე განივში. მართლა. მაგარი ხალხი შენ შეიძლება. რომელწლიანი ხარ? უი დედა. თქვენ ტოლები 13-იანი ხარ? მე 95-იანი ვარ. 15-იანი ხარ. დაახლოებით ერთ პერიოდში მოგვიწევდა სწავლა, იმიტომ რომ მე
იმის მერე რა ქვია, სკოლის მერე წავედი ჯარში. ჯერ მოვიხადე ჯარი და ანუ ჩვენ შევხვდებოდით ერთმანეთს მაღლივი განივის კვეთაზე. აი ჭვიმახ რო არა. აი ძროხები რო გადადიოდნენ ხოლმე. იმ გადასასვლელზე. გვერდა გენაცვალეთ განივში ხონდა რამე საგნები? მოიცა, არა, განივში არაფერი არ მქონდა. ჩემი პირველი უნივერსიტეტის დღე იყო როგორი, ნუ ჩამოვედი ამ დაქცეული ჭიათურიდან მოკლედ და რას ერთ ჩემ ჭიათურას ეგრე? აი არ არის, ეგეთი ცუც არ არის. ნახე, მე როგორი ბაბაქვს გამოვლილი რა. მე ხუმრობ იმაზე რომ 18 წლამდე თბილისში არ ვყოფ, რომ მე ძალიან დიდი დაძმანი მყავს და ისინი უკვე სტუდენტები იყვნენ და მე გავიზარდე ჭიათურა თბილისის გზაზე, იმიტომ რომ მე ვცხოვრობდი მარტო მშობლებთან ერთად ჭიათურაში და ყოველ პარასკევს სკოლის შემდეგ მე და დედაჩემი და მამაჩემი მოვდიოდით, ანუ აქ შვილები, რომლებიც სტუდენტები იყვნენ და მე კვირას უგან მივდიოდით, იმიტომ რომ შაბათ სკოლა მეწყებოდა. და ესე დავდიოდი სულ გზაზე და ჩემი ოცნება იყო რომ მე სწავლა გარემონტებულ სკოლაში, იმიტომ რომ სკოლაში მე მიმქონდა შეშა, მე მიმქონდა ნავთი თუ რაღაცა, აი ტოლით ვანთებდით ბავშვები, ანუ რაღაცა და ვიფიქრე რომ მეთქი აი რო ჩავაბარებ უნივერსიტეტში, რაღაცა კარგ შენობაში ვისწავლე. მაგრამ ჩავაბარეთ თესეუში და მეგონა რომ ჭავჭავა პირველ დღეში მეთქი აუეჭველი მან და რომ მივედი პირველ დღეს და ის ძროხები რო დავინახე, აი აქ რო გადადიოდნენ, აი მათ მქონდა აქვე კომენტარებში დაწერეთ მეგობრებო, ვინც თესეუში სწავლობდი და გინახავთ ეს ყველაფერი. და მე დაადასტურეთ რომ ეს ყველაფერი დაგავალე ეს. შემდეგზე რა თუ შეიძლება. შეშამანდა. შენ ჩვენზე მაღლაც სწავლობდი შეჭო. მე თქვენზე მაღლა ვსწავლობდი. შენს რა ხო შენსას? თავიდან სადაც ჯორჯია ერქვა და მე სეულში გადავიტანე მე საბუთი. მაგითო გადაწყვიტე ხო იუთუბერობა და არა ბუღალტერობა რო. ბიჭო, არა, შოთაშორის მართლა ფინანსები აქვს დათორებული. კი და დიდი ხანი მუშაობდი ფინანსისტად და ბუღალტრად დაახლოებით 11-12 წელი. დი, მე 7 და მე მივხვდი რომ არ მინდა რომ ახალგაზრდა ასაკში დავბერდე და მალე მოვკვდე და თავი დავანებე. უი. ისე რა მაინტერესებს, ანუ ბუღალტერი გასაგებია, მაგრამ ეს TikTok-ის ამბავი სიდამდე იყო. სიდამდე იყო და გიყვები ახ? აღიყვები ახლა აგერ. TikTok-ის ამბავი, ნუ მე ბავშვობაში ვთამაშობდი თეატრში. ძალიან აქტიური ბავშვი ყავით, საყვავდით 11 წელი. მღეროდი და ნუ ასე სულ სცენაზე ვიდეო. გიტარა იქ თეატრის თეატრში კარგი აქცია, კარგი აქცია ყურადღება. არა, მარჯანიშვილი. ფილია თეატრაში. მე მინდა უბრალოდ დამეზუს შემოდგენას ჩამოდიოდა ხოლმე. ჩამოდიოდი სპექტაკლებისთვის. დავაშობდი მთავარ როლს და მე მივდიოდი უკან. და ნუ მოკლედ მე მინდოდა რომ თეატრალურ ჩამებარებინა, მეკითხა რა იყო დამოწება. TikTok-ი. TikTok-ზე. მაგრამ აი პირველი ტელეფონი რომ შემოვიდა და აი TikTok-იო. მქონდა, მაგას ვიწყე. იქიდან ვიღებდი ხოლმე ვიდეოებს და ფილმებს ვიღებდი ხოლმე პატარა იმით რომ ვიდეო კამერით. ჭიათურაში ეგრევე ეგეთები შემოვიდა ტელეფონები? მე ვიცი თეორია ეგეთი ბავშვი აი ის. ოფალა ის არის. ის. რატონდა ყვირილი? ხოდა ჩემი ბავშვების ძალიან ბევრი ეგეთი ვიდეო კოლაჟები მაქვს, ანუ სულ აკეთებდი მაგას. მე იყო მიუზიკალი პროგრამა, რომელსაც ასევე რაღაცებს ვიღებდი და უბრალოდ საკუთარი მეგობრებისთვის აკეთებდი ხოლმე, უზიარებდი ახლობლებს და აი TikTok-იც რო გაჩნდა, TikTok-ს ვიღებდი, უბრალოდ არ პოსტავდი არაფერს რა, ესე ვაგდებდი ხოლმე მეგობრების წრეში და უბრალოდ მე ერთი ვიდეო დამრჩა და ეს ვიდეო გავარდა. ისტორია გამიგია. და შემთხვევით მოხდა რა. მე ძალიან დიდი ხანი არ ვამბობ, არ ვაღიარებდი რომ მე რაღაცა გავლენა, ანუ ინფლუენსერი ვარ, იმიტომ რომ ანუ ეს ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში დაგეგმილი არ იყო, რომ აი ეს მე მომწონს. უბრალოდ მოხდა რა. ხო. მესმის, მაგრამ ანუ რა მომენტია ისე, ანუ გულისაით მიგიწევს უფრო თქვა აი ეგ მომენტი მოხს, აი რომელი უფრო ქსიამოვნის რისკეთებ. კამერასთან ტრიალი ჩემი ის საქმეა, რაც მინდა რომ ვაკეთო რა, ანუ ბუღალტერი არ არის ჩემი რა თქმა. მიიწევ მაგისკენ, ანუ უფრო გინდა რომ გადმოვიდე აქეთ პლატფორმაზე. კი, ბევრს რომ მოხ მაგისთვის, რომ მთლიანად გადმოვიდე აქეთ ხარეს. რა გინდა ბუღალტერია კაი საქმეა ზოგადად. ხო, მაგიტომ მუშაობ შენ, ხო მაგრამ? მე შეთავსებით ბუღალტერი. მე წარმატებებს გისურვებ ყველაფერში. მადლობა ძალიან დიდი. დარწმუნებული ვარ, რომ იზა მაგას და გადმოხვალ აქეთ მხარეს. დიდი მადლობა. ნათელ მხარეს. ხო, ჯეჯერობით ორივეგან ვარ და ცოტა რთულია ყველაფერი. რამდენი დამღლელია ბუღალტრობა? გააჩნია რიცხვს. იცი რა არის? ანუ ზოგადად
ანუ რაღაცას რო სწავლობ და მე კარგად რო იცი, მე მაგალითად მენანება კიდეც უკვე ანუ რაღაცების ვისწავლე რომ უკვე მენანება რომ აი სულ მივატოვო და რაღაცა რა. ეგრეც არ არის რომ მეზიზღება და ვერ ვიტან და რაღაცა. უბრალოდ ანუ ამ ეტაპზე დრო აღარ მყოფნის რა. ფიზიკურად 24 საათი დღეში აღარ მყოფნის, იმიტომ რომ იქითაც ვარ, აქეთაც ვარ, რაც გახლეჩილი ვარ რა. ყველგან მუშაობა გიწევს, ყველაფერს ხდება გიწევს. და რა გაკლია იმისთვის რომ გადმოხვიდეთ TikTok-ზე ან თუნდაც YouTube-ი გააკეთო. მე შინია უფრო. სტაბილურობის დაკარგვის. ხო. ბუღალტერია ეგეც ცუდი არ არის და რაღაც, უბრალოდ აქ არის ცუდი. ფინანსები და ბუღალტერია საშინელება არის ჩვენთან, იმიტომ რომ უცბელ პასუხს გეტყვი მაგაზე რა. მე როცა თავიდან მუშაობა დავიწყე ბუღალტერიაში, მუშაობდი ონლაინ ბიტკოინ კაზინოში, როგორც ბუღალტერი და მაშინ მქონდა უკვე რაღაცა 4-5 წლიანი გამოცდილება. და ჩემი ხელფასი იყო ზუსტად იმდენი, რამდენიც იყო მაგალითად junior developer-ის. და ზუსტად მანდ არის ძალიან დიდი დაუფასებლობა ამ პროფესიის. ცუდი შეგრძნება არის ხუებს რომ ვიცხო. კი ბატონო. ყველას რო ძალიან დიდი ის აქვს და შენ რაღაც დარჩა 3 ლარი. დარჩა 3 ლარი და 3 ლარი შენია. ეს მოიცავს კიდე ბონუსს. გადასახადებები უნდა გადაიხადო და კარგ ბუღალტერს ყოველთვის აქვს თავისთვის ბატონო. გადანახული. ზუსტად. აი მაგალითად გორში სკოლის ბუღალტერს ძალიან კარგი რაღაც ქონდა გაჭრილი ესე. თავისთვის ირიცხავდა და სლოტებს ურტყავდა ხოლმე 200.000. რამდენი გაწია გორის ბუღალტერი 200, ხო? 200. არა, კი არ გაწია 200.000. 200.000 დავატრიალებინონ და მის დამიჭირონ მე თუ უნდა. აი 200.000 ეგეთ ხარა. ხალხის სვაში გაიჩნდა ვიღაცა იგროკი რომ აი ჭამე შენი. ბიჭო რა? ვაფშე ეგ. კი. მართლა? მე მომწონს. აზარტული ტიპი ვარ, მაგრამ ეგრე დამოკიდებული ვიყო ვერ ვარ. აზარტული ტიპი მე ძალიან. ვარ უბრალოდ აი კაზინოში მაგალითად არასოდეს არ სამსახურით ფული არ გადამილისხია. იმიტომ რომ ხო მე შეიძლება აი კონტროლი დავკეთო ზუსტად ვიცი რომ ეს გადავიხსა რაღაცა ფული რო არ მეყოფა და დავტოვო. ეს წაიღეთ და მე ძალიან აზარტული ვარ. მე არა, მე ეხა მაგალითად პოკერს ასე თუ ისე შენზე არის მაინც დამოკიდებული და მგონია რომ პოკერი მისაღებია და სხვა რაღაც თამაშები მგონია რომ უბრალოდ იღბალია და თან იღბალი რომელსაც სხვა გიკონტროლებს. აი მაგრამ იყოს ფეხბურთზე დადება. ეგ ხო, ეგ კიდე ისეთი მუღამს გაძლევს რომ უყურო თამაშს. სულ ავიწყდება. აი დღესაც თამაშია და თუ გამახსენდება რამის დავდებ. ხო და მე უკვე რომ იქ დამთავრდება მე ამბობ რომ მეტად ამედო. მაგას არ ვამბობ ხოლმე რომ ვდებ მაშინაც ვერ ვიგებ ვერაფერს და გასაგები. დადების მეს როსტა მუღამით რო უყურებ უფრო მომწონს ხოლმე და მე ვასებ ფეხბურთზე დადებ. კაია ზოგადად. ისიც მაგარია დაждდება რაღაცა. მარწყები. რაღაცა. ხო და ეგ მაინტერესებდა რომ კეთილების სერიალში როგორ მოხდი რაღაცა ვიცი რომ მან რაღაცა ისტორია არსებობს. როგორი? რა? ფული რო გადავიხადე? ვიცი რომ ხო $200,000 გადაიხადე, კომპანიის ფული გადარიცხე, რომ სერიალში მოხვედი ვიყავი. კი. სერიალში მოხდი TikTok-იდან რეალურად. ხო. ბიჭებს მანამდე, ანუ ვიცნობდი შორიდან, მაგრამ ესე კვეთა არ გქონდა რა, ანუ ერთხელ ვიყავით რაღაც შეხვედრილები რაღაც სუფრაზე და ჭიათურაში არა ბათუმში გაგიკვირდებათ და ჩვენ ხაი ზღვა რომ ნახეთ, ხო გითხარი. ჭიათურელს სად ნახავ შეშემე ჭიათურაში? წახვიდე სადაც სხვაგან უნდა ნახო თორე. ჭიათურები არიან სხვა შორის ყველგან. ხო, ყველგან არის ჭიათურის გარდა. კი, ჭიათურის გარდა. ჩამატკვირას შეიძლება ნახო იქაც აუ ვინმე. ეს საშინელი მომენტია და მაგაზე გული მწდება ხოლმე რომ მე ვიცი. მევასება ჭიათურა, ნაირად არა, ჭიათურა ის როგორ მიყვარს, ჭიათურა ძალიან მიყვარს. მე ძალიან ხშირად დავდივარ ჭიათურაში და ძალიან არის ასე ვთქვათ კავშირი მაქვს, მაგრამ რაც რეალობა ახლა რა ვიცი. თავისი გლახა ყოველს უყვარს, ხო იცი? რაც რეალობა არის. არა, ეგრე არის, ჩემთანაც სოფელში ეგრე არის და რეალურად მე პრობლემა ანუ არის. არ ვიგონებ რა პირობებშიც გავიზარდეთ, მართლა მაგ პირობებში გავიზარდეთ ახლა. ხო და მაგიტო გახდა ბაგიროთი შენს გიწევდა ხოლმე. კი, უფანჯო საბაგიროთი და ესე რომ ნიჯექი და ეს დაბლა რო იხედებოდი ხოლმე, ეს სვარკის იმას ხედავდი რომ აი დირკი იყო რა და შესუდგული იჯექი რომ რაღაცა არჩევარდი ვიყავი. საშინელება. ერთხელ სხვათა შორის ჩავარდი? ერთხელ ჩავარდი. ხოდა წდება ტროსი. არა, ერთხელ დენი წავიდა საბაგიროზე და ძალიან პატარა ვიყავი და პირველად გავიყარე ჩატალოზე რა. მე ვიყავი ძალიან შკოლნიკი ტიპი. კარგად სწავლობდი. ხო, ძალიან ზედმეტად. ხო და? ზედმეტად კარგად როგორია. აი ზედმეტად ხო და? მას ესენი შატალოზე მიდიან. ესე შეტალოზე მიდიან ხო, აი ძალიან ცუდი ბავშვი ვიყავი რა. აი ცუდი ბავშვი ვიყავი. ყველა კლასელს მიყენებული ტრავმისთვის. და
ერთხელ დამითანხმეს ძლივს და გავიპარე. და მე რო ვიჭექი მაინც და მაინც მაშინ ყველაზე გრძელი საბაგირო რომელიც არის იმ საბაგიროზე წავიდე დენი. და იქ ვზივარ და არ ხდება ხოლმე ეგეთი რაღაც საერთოდ. შაშინებული ვარ, იმიტომ რომ აი ჭრაჭუნებს ეს რაღაცეები და თან გაკიდებულები ვარ და იყვირილი თავზე ეს პირდაპირ და ვიღაც ხალი არის ერთი და ერთი გამყოლი და ეს ხალი ყვება ისეთ ამბავს რომ აიო დილითო როცაო მიჭიკჭიკებს ხოლმეო ჩიტიო ფანჯარასთან უეჭველი რაღაცა ცუდი ხდებაო და დღეს დილითო მთელი დილაო ჭიკჭიკებდაო და ეხა აქ რო გავიჭედეთო აქ ხარი ამოვარდებაო ჩემი შეიძლება მთელი დღეო არ მოვიდესო ეს დენიო რა და დავკარგე ეგონება ანუ გული წამივიდა რა შიშისგან ისე შემეშინდა და მახსოვს ჩემი კლასელი მასხავდა რაღაცა იმას რო წყალს რო აი გამოფხიზლებულიყავი და მე ვიქანავეთ ცოტა მითხარი როგორ დასრულდა ისტორია მე დარეკეს რომ ბავშვია ოცუდადო და იქნებო გენერატორი ჩართოთო და ანუ ცუდად რო არ გავხდარი ყავი შეიძლება იღაცი იქვიყო სად არის მაგის ბენზინიო მე იყო ერთი ბავშვია ცუდად არ გვაქვს ბენზინი ხო აი რა მეთქი ანუ ჩვენ ცუდად გავხდომ ვისი ბავშვია ცუდად ვისი ბავშვია ცუდად მე შენიშნება მოგცა რომ შატალოზე აღარ და თავსულიყავი არასოდეს კეთილების წარმატების ელექსირიც ერთის ხრი ვეგარი ხო რომ აი მაგ ვისთვისაც ახლო არის ყველაფერი ყველა საკუთარ თავს ყოველობს მაგ ამბავში მე ზახშად მეკითხებიან ხოლმე რომ ეგ ხო ხა გადაჭარბებულია რასაც ვთქვათ ბიჭები აჩვენებენ და რაღაც და რეალურად ეგ არის ძალიან რეალური ყველაფერი ზუსტად ეგ არის მაგათი წარმატების კეთილების წარმატების ჩემი აზრით ნიშა რომ რეალობას ბუნებრივად გადმოსცემენ რაც რეალურად არის რა უბრალოდ ნუ რა თქმა უნდა პლუს მინუს რაღაცა ხა ლოგიკურია ხო რა თქმა უნდა სწორედ ეგ იყო მომენტი რომ ჩვენ ვიყავით კეთილების ფილმის ჩვენებაზე ფილმი რა გადავიღე ხო მანდ ვიყავი და აი ნუ განსაკუთრებით მანდ რო უყურებდი მანდ დავიჭერეთ ძალიან მაგარი ფილმი იყო ძალიან მაგარი იყო მანდ მომენტები დავიჭერეთ და აი ლექსიკა საუბარი აი მე თვითონაც იმერელი ვარ და აი იმენა აი ძალიან გავდა რაღაც მომენტები იმ ყოველდღიურ ცხოვრებას და მაგის გამო არის ერთ-ერთი მიზეზი ეგ არის მაგრამ კითხვაზე პასუხი არ გამეცი როგორ მოხდი კეთილებში როგორ მოხდი და ანუ ჩვეულებრივად მე იმ პერიოდში მე რომ მოყვა ხო იცი ვაზე ვარო და TikTok-ია ხოლმე რომ როგორ მოხდი შუაში უთხარითო და საბაგიროზე გაიჭედება კიდევ ერთი ხო უბრალოდ მომწერა და მითხრა რომ გოგო პერსონაჟი გჭირდებაო და შენზე კარგად ვერავინ ვერ ითამაშებს იმერელ გოგოსო და ესე მოხდი კეთილებში სულ ეგ იყო ამეთ მართალია იმიტომ რომ იმ პერიოდში როცა TikTok-ზე ანუ როცა ახალი გამოჩენილი არ ვიყავი 50000 გამომწერი მყავდა TikTok-ზე და მაგრამ ძალიან ჩაჭერა მქონდა იმერულ ღადაობებზე და კილოზე და ნუ მანდე და გამომდინარე ხა რამდენი ყავს 200.000-მდე 192.000 რაღაც აა როგორ 192 192 რა და მახსოვდა 120 120 შეყავს თუ გაია მე არ მყავს არასწორად გახსოვდა გამომწერე TikTok-ზე ტოპეს თემა ხო შენი და ტოპეს სიყვარულის ისტორია love story ტოქსიკური სიყვარული დია ხო შენ არა მარტო ცხოვრებაშიც ხონდა ეგ რო ცხოვრებაში როგორ ტოქსიკური სიყვარული ქმარს რო სანამ ვარდები არ მოიტანა 7 მილიარდი ლარის მოყევი ეგ ისტორია მართლა ოიმე რა 7 მილიარდი ლარის ვარდები არ მოიტანა ძალიან ბევრი ვარდის ჩუქნიდა არ ვიცი მე ლალის მოგონილია მე უბრალოდ ლალი რაღაც არასწორი პროცესი არა ლალი გთხოვთ აღიაროთ ანუ ჩემი ქმარი დღემდე ჩუქრის 7 მილიარდი არა მაგაში არ არის ვარდებს რომელიც მე არ მინდა რომ ვაჩუქოს და მაინც ჩუქრის იმიტომ რომ მე ფული მირჩევნია გუგა მე ფული მირჩევნია ბუღალტერი თუ შეიძლება არ მინდა რა ის ვარდი ჭკნება და ვაგდებ ბუღალტერი ხო ეგრე ხო მაგრამ ძალიან დიდხანს აწვალე სანამ პირველ პაიმანზე გაყვებოდი აბა დაუშვი ჩემს მეუღლეს ანუ შორიდან ესე მოვწონდი თურმე და უნდოდა რომ გავეცანი ოღონდ არა ესე მიწერ მოწერეთ ანუ უნდოდა რომ სადმე შემხედროდა და ცდილობდა რომ კეთილების კასტში როგორღაც ბიჭები გაეცდო და ვითომ იქ რაღაც ესე ემოწრავა რა და ესე გავეცანი და რაღაც და ზუსტად მაგ პერიოდში აღმოჩნდა ისე რომ საერთო მეგობარი ყოლია და იმ საერთო მეგობარმა ჩემი რაღაც სტორი დადო
და ნუ მithვლი და შორიდან ვიღაც ბიჭი რო უნდა და ჩემი გაცნობა და მე 1-6 თვე ვამბობდი უარს, ანუ არც ნანახი არ მყავდა, არც სახელი არ უცოდი, არაფერი არ უცოდი საერთოდ. უბრალოდ არ მინდოდა რა არავის გაცნობა და ურთიერთობა არ მინდოდა არავის. და მე ერთ დღეს სახში დამადგა პირდაპირ მოვიდა 100 ვარდით. გასაღებით და ნიღბით. 100 ვარდით? ხო. ჩემმა საერთო მეგობარმა მითხრა, რომ შენი გაცნობა უნდა სიყვარულოვიჩსო, სახელიც არ ვიცოდი, ვინ იყო, რა იყო. და სიყვარულოვიჩსო შენი გაცნობა უნდა და ეხლა გარეთო გადიო რა, გოიმი გოგოსავით არ მოიქცეო, ბიჭიო ვარდებით გარეთ დგასო. და მეთქი რა დგას, ვინ დგას, რატო დგას რა. და გავდივარ გარეთ და რო გადავაგრო, გავედი გარეთ და ეს მანქანიდან გადმოიტარა ესაც ჯერ 100 ვარდი, მერე შევხედა, ჯერ ოქროები ჩანდა, მერე ჩემი ქვარი, უკა ეს ასხმური იყო რაღაცა 50 ცენტივით. და რო მომცა ეს ვარდი მე გუკა, ესე მეუბნება. რავი მეთქი მე კატოს ასიამოვნოა და აი რო შევხედე, დავხედე, ვიდექი ცოტა ესე დაღმართზე რა და მივეტოლე, იმიტომ რომ მე დაბლა. ახე რა, აი. მოკალეთ რა, ადამიანი მოდის 100 ვარდით და ანუ მე დაბლა და მეთქი ეს ჩემზე დაბალი თუ 100 ვარდი კი არა 1000 რომ მომიტა. აი ეს ფაიტონი რომ მომიყვანოს და რაღაცა მეთქი აზრი არ აქვს და ეს ჩუმჩუმად მივეტოლე სიმაღლეში და მერე? ნუ ჩემზე მაღალია აღმოჩნდა და კაი გამოვიწია ისევე. გადავრჩენი ვართ. გამოვიწია. ხო, მაგრამ კი აი სადაც მივიდიოდი, ყველგან მოდიოდა ხოლმე და ეს ყვავილებით მოხვდებოდა, სადაც ვიყავი, აი ყველგან მოდიოდა ხოლმე რა. და რამდენი ხანი გაიწევა? მე ფიქრობდი რომ თავიდან ფლორისტი იყო. მე ხო, მე გავიგე რომ თუმე ვარდი ძალიან ძვირი ღირს. ხო. ხო და შემეცოდა. და მეთქი კაი წამოყვები მეთქი პაემაზე მშია და მაგიტომ მეთქი და ესე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ვერცო ჩემო. აი ამაზე საწაგიყვანა ეგეთ ადგილას რომ მეორე ძეს გახები. არა, არაფერი განსაკუთრებული არ მახსოვს ότι ყავით საწოც, მაგრამ просто კაი ტიპი იყო რა მივხვდი. რა, ძალიან კაი. ხო, რო ეხა უკვე არ იყოლია შენ TikTok-ებში და იმაში საიყოლია. თვითონაც მეღადავებოდა და აი ეგ მომეწონა. იუმორი. ანუ თურმე არ ყოფილა საჭირო მილიონი ვარდი. არა, იუმორი, კი. გამოჩენა. კი. და სხვათა შორის მივეტოლე. ანუ ეს ხო იუმორის გზობა და სიმაღლე. ანუ ჩემზე დაბალ წარმოიდგინე არასწორად გილოცოთ და ეს ნელა მანდის აი წარმოვიდგინე ღამის 12-ის ნახევარი ბნელა ქუჩაში ვდგავართ ვიღაცა ტიპი მოდის არსაიდან ჯუკნის ვარდებს ვერ წედავ ანუ ვერ ხედავ ვინ არის და просто ერთ-ერთი ის აღვიქვი რომ ანუ რაღაცა სიმაღლეში მე მგონი რაღაცა და ეს ჩუმჩუმად მივეტოლე რომ მეთქი ხა ჩემზე დაბალი თუა შენ რამდენი ხარ სიმაღლეში? 1.70 70 შენ მაღალი ხა ხარ. მე ეგეც უნდა გაიგონოს წინასწარ. მაღალი გოგოების კომპლექსი არის როგორც გოგოსთვის. ჰა? როგორ? მაღალი გოგოების კომპლექსი. ანუ კომპლექსი არის ჩემზე დაბალ ბიჭთან რა. ხო და აქვე ისიც გვაქვს ამბობი რომ ცოლობაზეც რაღაცა ძალიან სასაცილოდ დათანხმდიო. ბაიმე. ლალის როგორც ერთ რაღაცას გაარტყა. ლალის რამდენი რაღაცა მოყოლე. სასაცილოდ ხო, ანუ არ მინდოდა მე ჯერ გას დაეტოლა. მე ბოლო გადასუმა ბოლომდე. მეტრიანით მივიდა. დაბადების დღე ქონდა გუკას და გუკას ძალიან დიდი სამეგობრო წრეყავს და გადაიხადა 150 კაციანი დაბადების დღე. ესე იხთვის ხოლმე 150 კაციან დაბადების დღეებსა და ერთხელ როგორ მოვხვდი. შემდეგზე ჩავწერე. შემდეგ დაბადების დღეზე. ხო. გუკას დაბადების დღეზე დაგბადიჟებთ. გუკა. თავის დაბადების დღეზე გაკეთე. მანამდე ჩემი დაბადების დღე მოდის ხოთა შორის და ჩემი მანამდე. ეხლა მაისში და დაგბადიჟებთ. გილოცავ წინასწარ. მოხვალ? რომელ მაისზე? 23 მაისს. 23-ში მწალია. 25-ში ვიწყებთ ხო? მოხვალ? საჯაროდ გეპატიჟებით. მოხვალ? გაჩნია სად არის? ხო იცი მე ყველგან ვერ დავწერ. აქედან 2 საათის გზაზე. იქ არის? ნუ მოვალა მაშინ. ჰა? თარიღი რო ნახა. ვიცით გენაცვლა. ის ქორწილის თემა გავაგზავნე. ხო, ხელის თხოვნა, ანუ დაბადების დღე გადაიხადა გუკა და მოკლედ მე არ მინდოდა ჯერ დაქორწინება.
არ ვიყავი მზად, ესე ვფიქრობდი, მაგრამ ჩვენ ერთმანეთ რო გავიცანით და რაღაცა კომუნიკაცია რო შედგა, ამან მითხრა რომ ორ კვირაში მითხრა რომ მოდიო დავქორწინდეთ და მეთქი ანუ გიჟი ხო არ ხარ რა ორ კვირაში. ჯექსუთე დაძდევდა ყვავილები და ორ კვირაში ხო, უნდა და რომ ჯიგარია რა, რატო წამოიყვანენ და რატო არ წამოვიყვანე? ხო, რავი საქმეზე. ან დავადების დღეზე დამპატიჟებდა. რა გამიკეთა? ახლა გამახსენდა რა გამიკეთა, იცით? რომ მოვიდა და ყვავილები რომ მომიტანა და ხო წამოვიღე ეს ვარდების თაიგული. და 6 თვე ვიცი რომ ეს ადამიანი ჩემ გაცნობას ცდილობს და უცებ მომიტანა თაიგული და ველოდები ხა ანუ გოგოს გადმოსახეთ და რომ მეორე დღეს რავი ლოგიკურია რომ არ უნდა მოგწეროს ან რაღაცა ხო? არ შემიძლი არ დაგითხრა ხო? და გაქრა. არ წერს მეორე დღეს, არ წერს მესამე დღეს და ანუ საკუთარ თავში ახლა მე ვფიქრობ ნახე რას. აი ხა, კაია. ვფიქრობ ახლა მე ანუ კომპლექსები ამეკია. კლასნა. მე ვფიქრობ ახლა ნახე რას რომ იქნებდა მაგალითად TikTok-ზე, ანუ ჩანვარ სოციალურ ჩანვარ სხვანაირი და აი თუ ახლა ამან იფიქრა რომ ეს რაღაც რა შეუკვეთე რა ჩამოვიდა, მივედი და ვაფშე სხვა ადამიანი. დაგეტოლა და დაბალიო. ხო, დაბალიო და დაბალიო. ეგოთა მეთქვა. და ჩვენ მეგობრებს ვეკითხები რომ შენი აზრით ისეთივე ვარ როგორც ანუ სოციალურ ქსელებში, ანუ უკვე რაღაც ფიქრები მეთქი სად გაქრა, ანუ არ მოვეწონე? მეთქი მაგას როგორ არ მოვეწონე? რაღაც ესეთი ფიქრები და მეორე და მესამე დღეს ანუ არ მომწერა ეს ვარჯიშიდან გამოვდიოდი და ფეხებთან ვიღაცამ გამიჩერა ესე მანქანა და აი იქ სტალკავდა რა. აი სერიალი როა იუ ხო იცით? კი როგორ? აი დაახლოებით ეგ. დაწუნებული რო არის საკუთარ თავში გუნდში. ხო, და ხელი როგორ მთხოვა? წინასწარ ვიცოდი. ოღონდ როგორ ვიცოდი? ესე სუფრა ხო იყო და მე გარეთ გამოვედი ხელის ესა ფოტოების გადასაღებად და გარეთ რომ გამოვედი, რაღაცა ესე წრედა ვარ ტყირა, რომ მეთქი კაი ადგილია, ხალხი არ არის, უკან სადღაც რაღაცა ადგილი მოკლედ რაღაცა და იქედან გამოვიხედე და რაღაცა დიდესი ასოებს გადაფარებული აქვს წინა მხრიდან ადიენა, მაგრამ უკანა მხრიდან აშკარად წერია რაღაცა you Mary, არ უკრიდან გავყევი, მინდა რომ გავიაზრე, ანუ მარტო ჩვენ ვიყავით იქ რა და აი მეთქი უეჭველი, ანუ მე არ ამცდება მეთქი უეჭველი მე ვარ და არა მე ვიდეო ჩავწერე გუგას რომ მეთქი ცხოვრებაში არასოდეს სიურპრიზი არ გამოგსვლია მეთქი აგერ ვიცი მეთქი ეხა შემოვალ წვად შევჭამ მომეშვება მეთქი და მე მაგრად ვითამაშებ თქო რომ ვითომ ის იყო თქო სიურპრიზი იყო თქო და ხელი რომ თხოვ აი რომ დავდეთ ვიდეო ხალხი წერდა რომ აი პირველი პატარძალი რომელმაც რაღაც არ იტირა ხელები არ აიფარა და მეთქი ანუ მე ვიცოდი რა სამი მე უცებ და წვაცაც ხელებენი აი გახართ ქალები დაფასება არის მე გახართ მე უოლეს ისტორიას მოგიყვები სად მოხდა უკაცრავად აი კენიაში ხო 90 წლის ქალმა სხვადასხვა არქიტექტურა ძალიან გავს იქ ორწინა 4 და კენიის არქიტექტურა 90 წლის ქალმა იქ ორწინა 95 წლის კაცზე 64 წლიანი შეყვარებულობის მერე 64 წელი ანუ შენ ახლა მზად არ ვიყავი ხო შენი უკანა იმას გადადის და თან თქვა რომ კაცებიო აზრს მალე იცვლიანო და ხო უნდა იმას მეკნაო რა ქვია დავრწმუნებული ყავიო რომ უყვარვარო აი ხა ამ ხალხს ამოსია აქვს მაგით ვერ მეჯვარი არ უდგას გვერდზე არც ერთი კლასელი ცოცხალი არავინ აღარ არის შვილი არის მეჯვარი შეჭ შვილები ყავდათ უკვე ყველაფერი ხო ეგრე ანუ ეხა ეგრე ნახევარი საქართველოს ეგრე მარტივი ისტორია ყოფილა ნახევარი საქართველოს ხელმოუწერელი და ჯვარდაუწერელი უბრალოდ კაი უმორი ქონია ბებიას კარგად всё სულ ეს არის ის თქვა არა შესანიშნავი არ მე კიდე მაგ რაღაც ისენი რომ თქვენ დაოჯახებულები ხარ სეფაშია ქორწილი ეს კი მე არა შენ ბედნიერი კაცი ხარ არა რატო ანუ ეს არა ამას თუ კითხავ შენ რო გათხოვდი იცოდი რომ აუბედურებდი და დაეთანხმე რა თქმა უნდა ვაუ აი ეს ხალები ხართ როტები აბა თქვენი ასტეხა გუკა ბედნიერია სოლი და თან ბუღალტერი აი ვიდეოებში რომ ხდება მაინტერესებს შეხებას რო ითulis ანუ ვიდეოებში ვარდები ხო გადაჭოთქა რომ შემოვიდა 100 იყო ეგრევე 1000 ეგრევე ის ოქრო ყელზე ვეაწონა
პრობა დავინახე შორიდან. რო ხარისხი. არა, რავი, თქვენი მეცექი რომ დაარებოს გუკა ვიდეოებში ბედნიერ ადამიანს გავს? ისი რა არის ეხლა? ვასწავლებ. ზოგიერთ ვიდეოში გავს, ზოგში არა. ხო, ვიდეოების გადაღება არ უყვარს. ყველას ვაიძულებ ხოლმე უმეტესად, როცა საჭიროა. აი დაიღებს და არ გადაიხებს და მაგის საჭირო. ბიჭო, რაღაც ძალიან აი პირველად გოგოს ვხვდი და პირველად გავიგე ბედნიერება უბედურების ამბავი. აი სოლიანი ხალხი, მე იყვან წოლს და გეიგებ და რაღაცეები გამიგე. ეგრე კი. მე გავიზარდე სულ ბიჭებთან ერთად და ამიტომ მესმის ესეთ რაღაცეები რა. სირთულეები და რაღაცა. მაგრამ არ ინდობ მაინც ადამიანს როგორც ვთქვით. ბიჭებთან ერთად გაზდა არის მაგისთვის საჭირო თუ უბრალოდ გაიაზრო რა დონეზე შეიძლება? უბრალოდ გაზდა. შავები და შენ თვითონ რამეს. მე გააგზავნეთ რა. კოელიო. არა, ჩვენ კი. გადაწყვეტილება რომ მივიღო, რომ ცოტა მოვიყვანოთ რა ოდესმე. რამდენი წელს ხარ? ხო, კითხე წეგან 93. ხო, ნუ უკვე დროა ჩემი აზრით კი. მე გავიუბედურო ცხოვრება, ნახე როგორი მხიარული და მომღიმარებელი. ხო, ჭაღარები არ გაქვს. როგორ არა ერთ წელი მაქვს? ხო, ერთი წელი გაგიხდება 100 წელი. იმას ნახე რამდენი ჭაღარა აქვს. აი გენეტიკა. ახი მახოში აგიყვანეს? დახი მახოში ხო. რომელი უფრო კეთვის უფრო ლოგიკურია, ხო? მაგრამ ერთ-ერთი მოწინავე დახი მახოს არის. კეთილები რა. უფრო პოპულარულია ვიდრე დახი მახო. ამეტ ამას. მაგრამ დახი მახოსაც ძალიან ბევრი ნახვა აქვს ფოტოშოპში. მე არ ველოდებოდი რა ეგეთი. სხვათა შორის მე რასაც ვხედავ, ზოგადად რეგიონალური თემაზე აწყობილი იუმორი ძალიან პოპულარულია საქართველოში. კი. იმიტომ რომ არ ვიცი, ყოველთვის ეგრე იყო და ჯერჯერობით ისევ და ისევ ეგ უფრო ის არის რა. ხო, თბილისლებს იუმორი სად აქვთ? გამარჯობა, შენი ჩემადავია, მაგას რა მეცე. როგორ აგიყვანეს? ტახი მახოში როგორ ამიყვანეს და ახლა იტყვის პარტივად, TikTok-ზე დამინახეს. არა, ტახი მახოში როგორ ამიყვანეს და ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ ჭირდებათო ტახი მახოშიო გოგონაო მთავარ როლზეო და ხო ითამაშებო. მეთქი ვითამაშებ, მეთქი კითხო რა და ოკეიო, მაშინო ვეტყვიო რა და გავემზადე და მე მივდივარ უკვე რომ ვიცი რომ როლზე ვარ აყვანინავ, დარწმუნებული მივდივარ პირობებზე სასაუბროთ. ხო. მივედი თურმე კასტინგზე. ანუ წარმოდგენა არ მქონდა და მივედი და ეს ალეკო მალხაზიშვილი მხდება ჩართული იმით კამერით და მიდიება იქ გოგონა ტექსტი აიღე ესეთ რაღაცა და ავიღე. და მოგიწია თამაში და ის შესრულება. მიდიო ხა თან ეწერა რომ ისა ევა ტირის. მეთქი რა სტირი მაკიაჟით ვარ მოსული აქედან მივიდივარ მეთქი რეკლამის გადასაღებად აი ხა აქ ვერაფრით ვერ ვიტირებ მეთქი რა სხვა რამე მათამაშეთ თქო და ნუ კასტინგი გავიარე და ეგრე ისე შეგიძლია ეგ ტირილი და ის აუ კი ისეთი ტირილი შემიძლია კი იქ პირველ სეზონში რო ვითამაშე ხელი რო გთხოვა იმ კაცმა რატო თუ შეგიძლია და ეგრე მარტივია რომ მაკიაჟი რო აქვს მოდა ალეკო მარხალსიშვილის გამო იტირებდი ხო კი როგორ არა ნახე როგორი რაღაცა არის მე რო დამჭირდეს ეგ ტირილი გუკასთან უნდა ვიცოდე სად უნდა გამოვიყერო იქ რომ მეტირა უკვე -1 ადამიანი არის თეატრალში არ მითამაშეაო და შეუძლია თამაში და შენ რას მიკეთებ? ბუღალტერი რო ხარ. ვერ გავიგე გამითხარი. რა გითხარ? მე ან ისი სამყვანია. ამისი? ხო, გუნდი შეიძლება სამყვანად ჩამოყალიბდა ძალიან ძლიერად. ხოა გინებ მე ეწყინება. აი ხო, მაგრამ გადაცემაში რომ მეუბნები რაღაც. მე უბრალოდ სტუმრის მხარეს მინდა გადასვლა. ხო, გადამ სტუმარი მღერის უკვე. არა. შენ სერიალებს თუ უყურებ? კი. ვუყურებ. მართლა? კი. მე როგორ ჩემ სერიალებს ვუყურებ ერთი მიზეზის გამო, რომ ვიცოდე რა შემიძლია უკეთ ვითამაშო. არა. რა შემათამაშო? რა შემიძლია უკეთ ვითამაშო. ჩემ თავს უყურებ ხოლმე, მაინტერესებს როგორ ვითამაშე და რა შემიძლია კრინჯის შეგზნა. აი მე მაგალითად მაქვს რაღაცეებზე, რომ აი აქ რო კაი რა დებილო ქენი და რატო გაქხომი ეგ შეგზნება ცოტა. შემთხვევით აქეთ არ მოგიხდეს ხელი არ შეჩეული ხო ხარ ვაკეთე. არა, დავიმახსოვრე რომ აი ამ სიტყვების მერე დავიმახსოვრე რომ ვაკეთე. აი ნახეთ ხო, აქეთ მარჯვენა ხელით უფრო მარტივი იქნება. კრინჯის მომენტი არ მაქვს ხოლმე, იმიტომ რომ მე გააზრებული მაქვს ის რომ მე მსახიობი არ ვარ და მეტი არ მომეთხოვება და მე უბრალოდ ეს რაღაცა ანუ არ განვსჭი საკუთარ თავს, თუმცა მეუბნებიან რომ ძალიან კარგად და ბუნებრივად გამოვიდა. და ზუსტად იმის გამო რომ მე არ მაქვს თეატრალური განათლება, მაგიტომ თამაშობ ბუნებრივად.
მაგას მეუბნებიან ძალიან ხშირად. იმიტომ რომ თეატრში რომ მეთამაშა, ანუ ასე ვთქვათ, განათლება მიმეღო, ვიქნებოდი უფრო მეტად ხელოვნური. და გული არ დაწყვეტია მაგაზე რომ აი მეთამაშა და რატო არ წავედი თეატრალურზე და მე რეალურად ძალიან გააზრებულად მივიღე ეგ გადაწყვეტილება, იმიტომ რომ კარგად რომ ვსწავლობდი, მამაჩემ ესე მითხრა რომ თეატრშიო თუ წახვალო, შენი დაძმანიო, შენ დაძმასო ეკნებაო ფულიო და სადაც მომდებაო იქ წავაო, თეატრალურზეო არ გეკნებაო მაგდენი ანაზღაურება, რაც შეგიძლიაო რომ შენი სწავლით კი ბატონო თუნდაც და გადავწყვიტე რომ ხო, მაგრამ საბოლოო ჯამში ხო ისე შემოტრიალდა ცხოვრება, რომ აქეთკენ მოგიწევს. მე შემოვატრიალე. იმიტომ რომ მე შემიძლია მაგაში დაგეთახმო, იმიტომ რომ მეც ვყარი მშობლებს, რომ თეატრალურზე მინდა ჩაბარება თქო და მაგრამ არაო და სხვაგან წადიოდ, მაგრამ საბოლოო ჯამში ისე შემოტრიალდა ცხოვრება, რომ მაგრამ შენ ხო ისრობ, შენ შემოატრიალე ეგ რა. მეც, ანუ ჩვენ შემოვატრიალეთ ეგ. ხო, მაგრამ გაცნობით უფრო კარგი და შეიძლება წარმატებულები ყოფილიყავი იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ ახლა, რომ თეატრალურზე დავსულიყავი. ნუ არ ვიცი, იცის რა არის? სხვათა შორის მაგაზე იყოფა აზრები. მსახიობები, ვისაც თეატრალური დაუმთავრებია, ამბობენ, რომ დიდი არაფერი დაგიკარგავს. ჩემთვის ძალიან ბევრს, ჩემთვის ძალიან ბევრს უთქვამს, რომ დიდი არაფერი დაგიკარგავს, თუ არ გაგივლია. ვა. რავი, არ ვიცი ხო. ნუ იქ ლაბარაკს მაინც მასწავლებდნენ ნორმალურად. საპნის ოპერა რა არისო მეკითხება. საპნის ოპერა არის, რომ გაისაპნები და ოპერაში რომ მიდიხარ. საპნის ოპერა არის, რომ გაისაპნები და ოპერაში რომ მიდიხარ. გაისაპნები და ოპერაში რომ მიდიხარ. ეს ჩაუსვი გიხვეწავე. იმასკენი რა ჩაციკლე. ერთი 5 ჯერ რომ გაიმეოროს ეს. ხო, ცოტნე ხარ. დიდი მადლობა გიორგი. სერიალებს თუ უყურებ? თქვენ? მე არა. მე ყველაფერს. მართლა? ძალიან მიყვარს დებილობა სერიალები. ზოგადად ფილმების დებილობა მიყვარს ხოლმე. როგორ დამთავრდა ელიფის სიზმარი? არა, ეგ დებილობებს არა. უყურებდი მე. აბა დებილებებსო და. ეგ დებილობაა, ეგ შედებრია. მე უფრო ის რა. ეს არ უყურე? 911 და რა ამერიკულები უფრო. ამერიკულები უფრო. ხო, მე ვუყურებ ძალიან დიდი პაუზა იყო. მე ვუყურებ სერიალებს კი. რომელს? რომელი არის შენი საყვარელი სერიალი? Game of Thrones. Okay. ეგ არის ჩემი საყვარელი სერიალი. That's good. 8 ჯერ თუ 9 ჯერ მაქვს ნანახი თავიდან ბოლომდე. ეგეთი კაის არ არის ახლა. ძალიან მიყვარს. აი 4 ჯერ კიდე ხო? ანუ რა ვქნა მიყვარს. არა, არ შემიძლია რამე საცრამდე გქო. შემდეგი არის Peaky Blinders-ი. Peaky Blinders-ი კაი. ეგ არის მეორე ადგილზე. რატო? ლალი, რატო? მე მაგრამ მევასება, კაი. თურქულ სერიალებსაც ვუყურებ. ხანახ. ანუ ეგრე ყველაფერს უყურებ და რამე ძალიან გევასება რაც კარგია თუ ისეთ მანჩი. თურქულ სერიალებს? არა, თურქულ სერიალებს ვუყურებ თურქულ სერიალებს. რა სწავლობ? ეხლა ეშებს ისე ველოდები. აუ დედა ჩემი უზის გიჟივით, აი თურქულ სერიალებს და ეხლა დაიწყო ჩინური სერიალების ყურება და ჩინური ენის სწავლა მინდა და თურქულ გადავიდები ადამიანი. ბიჭო ხო ეგრე რასაც ჩემო. ჩინური არა, კორეული მე მგონი. რასაც ჩემოიტანენ და გაუშვებენ, ყველა იმას უყურებს. არა მე ინტერნეტში. დიახ, ხარ ბიჭო, თქვენ უნდა მე გამოიწვიოთ. ეს სერიალებზე ვლაპარაკობ. ზუსტად მაგას ვიყავს მე თამაში. საპნის ოპერები. მაგაზია ზუსტად თამაში. თქვენ უნდა გამოიცნოთ ტოპ 10 ქვეყანა, რომელიც უშვებს საპნის ოპერის სერიალებს. საპნის ოპერა ხო იცი რაც არის? აი ხა ამიხსნა ლალი. ისე მისო ჩასვა რომ ამოანათო ეხა რომ ამბობს. ატო დღეს არ სვავს. თქვენ ყველა გამაზლულზე უნდა დალიოთ. კი ბატონო. შოთ. ტრადიციულად. რატო დალიოს? ისედაც რთული ცხოვრება. დალიოს. გადააყოლოს. ნახე რა. სტუმარი იწყებს. ეს მე ბრძვის. ანუ მე მგონი რომ დაიბოღმა ადგილი რომ გამიცვალა. დარწმუნებული იმიტომ ხარ. რომ ათვალწუნებული მიყურებ თელი მეც აი ათვალწუნებულ თვალებს ხედავ შენ სახეზე. აშკარად არის სიამოვნე რომ შემოვედე რომ დავჯექიდე რომ დამინახა. შენ ჩემ ადგილას რატო ზიხარ გოგო? იმიტომ რომ მეორე ადამიანი ხარ ვინც უკვე ჩამიძაბა. ვერდრანერი კომუნიკაცია ხო? მან გინდა დაждომა კი ბატონო და პრობლემა აქეთ დავждები. მეთქი უბრალოდ რატო? არა შენო მარჯვენა პროფილი კაიო ეგ მითხრა და ვსო მეტი არაფერი. ვისი პროგჯერად ხალხო დაწერეთ კომენტარებში. თქვენ გადაწყვეტეთ რა სოფთა სტუმარი დაიწყებს. რა თქმა უნდა თურქეთი. თურქეთი არის მესამე ადგილას. ვიცოდი ჩემი ტარტანის ქვეყანა. რა თქმა უნდა ესპანეთი. დალი. რა ესპანეთი არ არის? ესპანეთი არ არის შეჭა. შენგელი დარში დარში შენგელი ბრაზილია რომელ ადგილზეა? მე პირველზე. მეათეზე? მართლა.
მეორეზე არის ბრაზილია. მე პირველზე უნდა ყოფილიყო. ხო I would say Venezuela. ვენესუელა დალია წვენი. დალეწვენი რა? ვენესუელა სახვი და ვენესუელა ესპანეთში უნდა სახვი. მეთქვა. ვენესუელა იყო მაგრამ მარტივების წერილად დაიწყეს. აი, მოდი შევცვალოთ ტაქტიკა და მივაწვეთ იმას, რომ ბევრნი არიან ინდოეთი. ინდოეთი არის მეოთხეზე გუნდში, ყოჩა. საფნის ოპერის კონცეფცია რომ ამიხსნათ ზოგადად გენაცვალეთ ყველას, ვისაც საფნის ოპერა კარგად იცით რა არის რეალურად და არა ისე როგორც ცოდნა მიცეს ეს. მოდი იყოს მექსიკა მექსიკა არის პირველ ადგილას. მადლობს გენაცვალე ეხლა სხვათა შორის ძალიან ბევრი უკრაინული სერიალები გადის ხოლმე soap opera-ები და არ არის უკრაინა? უკრაინა არ არის. კორეული სერიალები ხო? კორეა, ვეჭ. კორეული სერიალები, რომელიც ჩრდილოეთი თუ სამხრეთი. ჩრდილოეთი, არ ჩრდილოეთი. მithქვია კორეა. არ მინდა. ჩინეთი. ჩინეთი არ არის გუნდში და დალი. იტალია ო! იტალია არ არის. სამწუხა არა და ოდესღაც იყო ჩემი იტალია მე დალევა მინდოდა უბრალოდ მაგითო გავრისკე ანუ მე ვიტყვი კორეას, იმიტომ რომ კორეა ძალიან სამხრეთ კორეა. მე-6 ადგილზე. იყო კორეა, კორეა. მithkwa. შენ წინა ტოპადზეც აცდი იმ სუზუკზე და რაღაცა რა მინდოდა? არგენტინა. არგენტინა არ არის. ბიჭო რავი ამერიკა ამერიკა წეგან გამომჩა და თქვი რომ ერთადერთი ქალია მეთქე და ლალი შენგელი მას. მეხუთე ადგილას არის USA USA აშუშუ. thank you so much კოლუმბია. კოლუმბია მე-7 ადგილას. კოლუმბია ზარი არა კოლუმბია რამ დამავიწყე. შენ ის თქვი ამერიკო ვესპუჩია შენ აუ რა იუბორი ამერიკა იყო იქ, რავი, კანადა. არ არის. მიდი და რატო? რაღაც საჭკაობ, დალია მიდი. ისა, პეჟო. ბეჟო. ბიჭო არა რუსეთი რუსეთი არ არის. ბევრი ის არა გუკა, ამ ჩიქით ყველა გაჭირებულს გაგვიმარჯოს, ჩემო ძმაო. ერთი გასაჭირი გვაქვს. ყველა იტრიალეთ. ვიტრიალეთ. აზიისკენ და ევროპისკენ. აზია და ევროპა? ანუ იქით ყველა წავედი მე? დიახ. ანტარქტიდა. იაპონია. იაპონია არ არის. იაპონია კუნძული. ის დათრა უარ. თემთვალი ვიყავ თავიდან. სამივე კუნძულია. მადლობა ენაცვალე ძალიან ფარერები. ტეკილა სომაისა იტალია საფრანგეთი აი იტალია. ან ევროპისკენ იფიქრეთ ან აზიისკენო სამივე კუნძულია. ხო ეგ არც გამიგია არც მომისმენია ინგლისი ანუ ეხლა რა გინდა ჩვენ გეოგრაფიის ინგლისი. ირე ვაფშე არ ვიცი რა არ არის ვიცი ჯერ კუნძულები. მაგრამ. ინგლისი დიახ, მე-9 ადგილას. ბრიტანეთი. ხო, არა, დიდი არ ბრიტანეთი. გამიგია აბა ის. დიდი ბრიტანეთი. Great Britain Yes. ზაცუდბირი შემასწავლებლად. ავსტრალია? რა ბრას კენგურუს არ მანიშნებ? გონდიში. აბა ბიჭო. ანუ კენგურუს მანიშნებს, რას მანიშნებს? კენგურუს არ განიშნე სუწუებიანი და როაბიაო თანო. აი მე ტრანსგენდერებზე იცახი იმას? გონდიში. ტაილანდი. კენგურუს ტაილანდი არის მერვე ადგილას. დაგჭათ ბოლო ადგილი, მე-10 ადგილი დაგჭათ. ევროპაა თუ აზია აზია რა თქმა უნდა, აზია. არა კენგურუ აი ბიჭო ესე კენგურუ ესე მანიშნებ და უყურე. ხელები რო ესი აქვს და ჩანთა რო აქვს ჩანთა აი გეფიცე. ეგრე აღიქვა და ჩანთა და ფილიპინები მადლობა მენიშნები ოჩახ. ბრო ყოჩახ ცოტნე. გამიჭირდებოდა გამოცნობა წინათ გადაცემის გათამაშებაზე რო ხო ერთი და ორი. ძვირფასო მეგობრებო აქვე მოგეხსენებათ რომ სანამ გადავალთ მაღაზიაზე მინდა ვახსენო რომ რა თქმა უნდა ჩვენი წარმოდგენი არის ჩიპსი ლუდისა ასევე ჩვენს გვერდით არის ლუდი ბავარია რომელიც 300 წელზე მეტია ჰოლანდიურ ოჯახში იხარშება და რა თქმა უნდა ალკოსფერო არის ჩვენს გვერდით ვინც ესე არაჩვეულებრივად მალადეც ჩვენს გვერდით არის მოთხოვნა რა თუ დაუკარი შალახოს არ ამოვაბუდი სპონსორებს აქვე რა თქმა უნდა ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები გადაეცემა იმ ადამიანებს ვინც იაქტიურებს მადლობა გიორგი ვინც იაქტიურებს კომენტარებში და წინა ვიდეოში კითხვა რაც იყო მაგაზე სწორედ ყველა საუკეთესო პასუხებს
დაწერდა კომენტარებში. აქვე რა თქმა უნდა სტუმარს აი მე რამდენი ვილაპარაკე და ეს შენ ჩვენგან დიდი მადლობა. კომბინირებული ნაკრები. ეხლა უნდა გეტყვა აქვე ეს ჩვენ აქვე მინდა გითხრათ რომ წინა ვიდეოს გამარჯვებულების კომენტარებს წავიკითხავს გიორგი ეხლავე და წინა გათამაშებაში რომ მოეგოთ ანუ უნდა დაეწერათ რაიმე მიზეზი და შეიძლება საინტერესო ან სასაცილო სახალისო უნდა ყოფილიყო ქალები უფრო კარგად ატარებენ მანქანას თუ კაცები რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებით ჩემო უსაყვარლესმა და უძვირფასესმა და ულამაზესმა თქვენ არიცით მაგრამ ულამაზესი არის ლალიკომ ამოგვირჩია კომენტარები და წაგიკითხავთ ეხლა გამარჯვებულებს და ანალოგიური ნაკრები გადმოგეცემათ აქვე თამთა ჭკუასელი აჩის ავარიის მერე მარტივია კითხვაზე პასუხი რა თქმა უნდა ქალები ხო იცი აჩი ვიზებით საუბარი საიჭვას აჩიკო ავარია მოვიდა? არის ციე გამბავი ვაი რა მაგრამ სხვადასხვა მინდა აღვნიშნო აქვე რომ აჩის ავარია რომ მოვიდა ეს ქალების მინუსია რატო ჰა მაინც ქალთა ტურნირებზე გამოდის ხოლმე ხო არა აჩით ვერაფერს ვერ დაამტკიცებ იმიტომ რომ ქალები ზოგადად ყველაფერში ჯობნია ვინც არის ეს მეგობრებო აჩიკომ მეორე ადგილი აიღო ჩოგბურთის ტურნირში და დამარცხდა ქალბატონთან მაგრამ ის ძალიან ძლიერი და მართლა კარგი მოთამაშე იყო ასე რომ არაფერ შუაში არა ეს ქალები უფრო კარგად ატარებენ იმიტომ რომ რაც არ უნდა მოხდეს დამნაშავე შენ ხარ ქალი ქალს რო დაეჯახოს მანდ რა ხდება უი მან იწყება მე მოგიყვებით იქ უცნაურ ამბობს მქონია შემთხვევა კი გოგოს დავეჯა აჯერა რომ ის იყო დამნაშავე არა დავეჯახე არა მივედე არა დამეჯე მივედე იმიტომ რომ ძალიან დაღლილი ვიყავი და დილით დებილიდიოტი ფუფ დაღლილი თუ იყავი რა უნდა და საცობში ვიდექით რა ანუ ვიდექი და იყო ჩემი ცხოვრებაში პირველი ავარია ახლა ხას მოხდა საერთაშორის რა და ანუ ვიდექით და ანუ ხო გუდის მაგარია წაცარებული აცადე ადამიანს მოხოლა გიჟი არა რა ხარ მაგაიღიმა რა დავეძებს მიდი გაიღებ მთელი რაღაცა მოეში ხო გითხარი არ გელაპარაკი დაძაბული იყავი და ახლა მოეში მიხარია რომ გაღიმებულს ხედავ როგორი კარგად ვსდომ ხოლმე თავს ეს მომენტებში მედი ხო არაფერი მივედე უბრალოდ და აი ამ ხელა ნაკაწრი ქონდა მის მანქანას და პანიკებში ჩავარდა ძალიან შენ რო მოხსოვდა ეგ შენ რა რასიზმი აგაუშვებდი მართლა ძალიან სურათი ზამდი შეს გამო გადავიხადე ჯარიმა 250 ლარი იმის რა ქვია პატრონი საჯარი იმაზე დაარი გამაკაცები და იმიტომ რომ ჩვენ უკანა სარკეს ავტომობილების საკონტროლებელად ვიყენებთ ქალბატონები კი მაკიაჟის გასაკეთებლად ყობა შენ ვერ მოიგე ყობა ჩვენ რო საჩუქარი გადმოგცეთ ახლა ლალის ის არის ეს მეც გონია რომ ვერაფერი ვერ მოიგო ძალიან თუ შეიძლება მეც სხვათა შორის ვიყენებ ავტომობილის საკონტროლებლად არაფერს შევშერე მაკიაჟი უბრალოდ თან იმას ისწორებს არა მაგრამ რეაქცია არ გაჭირდება მეორე ხელში უჭირავს სხვათა შორის აუ იმის ვარ მე ხუმრა მაკიაჟი იმით გაიკეთებია გვერდით და სარკით არა რა გვერდით და სარკით აი ვაფშე ახალი ტოპი გვერდით და სარკით რას ნიშნავს თავი როგორ არა იმას მოატრიალებ კარგად ბიჭო ეგრე კი არა просто აი თემდრო მანქანებში არა არ სჭირდება ესე რომ ჩამოწევ ხო გაკ სარკი ხო მაგით აი მე კაცები არის ვაფშე აზე არ არიან მე ძალიან ბევრი კაცი მინახავს რომელიც ძალიან სულად ატარებს მანქანას და ძალიან ბევრი ქალბატონი მინახავს ვინც ძალიან კარგად ატარებს მანქანას ჩემთვის მაგალითად ქალაქში გადაადგილებისას ყველაზე დიდი პრობლემა არიან ხოლმე კაცები ანუ უფრო ვერ ვიტან კაცების ტარებას იმიტომ რომ აი მოტოციკლით რო დავდივარ ეს ძალიან შუმახერი როჟები რო არიან და ყველგან რო ატრიალებენ მანქანას და ზოლიდან ზოლში ფეხებზე კიდეთ ბიჭო ქალი ანუ მიყვება და მიდის ხო სიმსიმას რთავს დიდი ამ ფეხებზე მკიდია მარჯვენა და მარცხენა თუ ერევა არ მაინტერესებს ვიცი რომ მოუხვევს მაინც რომელიმე მხარის მაინც ესენი შუმახერებია გადაკრავს ვიღაცა თეთრი პრიუსით უნდა დაატრიალოს მე ბიჭები არ გავასწრებ მე იზღოლები არ ბენოეზე ახლა მომდო ფარაფერი ბენოეშნიკი ეს რომ უნდა ატარო ტიკი რო აქვს გეგონება რომ არა ზაპოიეში არა ზოგი არის ბიჭო აი ნუ გზერასნაირი ზოლები არ გევასება ნუგო ხო დაახლოებით ტაქსი შევხვდა აი რო გაეხედა რო გაეხედა წინა მანქანის იქეთ რა ხდებოდა
ამას კი არ აკეთებდა, რომ ცოტა თავი მიეწია. ეს უნდა ეკრა. ასე რომ მე ქალბატონებისგან ვარ მაინც მგონია რომ უფრო ცდილობენ წესების დაცვას და ქალბატონებისგან ეგ არის ყველაზე მთავარი რომ დღეს დადიოდი ქალაქში და წესებს იცავდე რა ფეხებზე მკიდია ის რა ქვია სწორად გაზურება თუ არა სადღაც და ზადნით კარგად ჩააყენებს თუ არა ქალაქში ყველაზე დიდ პრობლემას ეგეთი ტიპები ქონიან იმიტომ რომ ძალიან ბევრი დაუღუპიათ ეგრე ძალიან ბევრი ცუდი რაღაც მოხდა რომ მაგარი როჟა და იქ დაატრიალა ორმაგი გადაკვეთა გადახტა ზოლიდან ზოლში და იმაში მოიღაცის მოსაყრ ქალბატონები ეგ რაღაცებს არ აკეთებენ ხოლმე. არ მაინტერესებს. ხანდახან იქ მიერთყავენ პარკინგზე თუ მოარტყავენ, არაფერს არ აშავებენ ისე და დააზღვე მანქანა პოხუით დაიკიდებ. არ შემიძლია არ დაგეთო. აკვე დააზღვევა? აკვე დააზღვევა შეიძლება და თქვენი ყოფილიყო. ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთი თამაში გვაქვს, როგორც ვიცი, ჩვენ მე არ ვიცი. ის შეიძლება რაღაცა ჭირს. რაღაც დებრესია. ბიჭო. მოკლედ, მე გეტყვით კანონებს და თქვენ უნდა გამოიცნოთ ეს მოგონილი არის თუ მართალი არის. თუ მწვანეს ამოიღებთ მართალს აფიქსირებთ, თუ წითელს ამოიღებთ, ანუ თქვენია, მაგრამ საფიქრო. გასაგებია. გურდული კანონია ბრატო. შენ როგორ გადაწყვეტე? გააჩნია რომელი კანონი. რავი, ჩემთვის მხოლოდ ერთი თითო გამაზულზე ვსვავთ. პირველი არის ასეთი კანონი, რომ პრაღაში აკრძალულია სასაფლაოსთან ახლოს სტვენა. სიმართლეა 1000% 1 დარწმუნებული ვარ მაგაში. 2 3 სამი მომდალიეთ. მე რომ ედობა ადამიანია, მაგრამ იქ არასწორი. მოგონილი არის, ლალი მოიგონა ეს მე. ლალი რატომ მოიგონა ეგ, მაგრამ ეგ საიდან მოიგონა, იცი რომელიღაც ქვეყანაში იქნება აკრძალული ეგ. არას. გუნდო გადაკარი. სასაფლაოსთან რომ მიხვიდე ხა სტვენა დაიწყო პროსტა, უეჭველი გაგლახავს ვიღაცა, იმიტომ რომ ეგონები შარლატანი. გარდაცულ ადამიანზე ქორწინება შეგიძლია საფრანგეთში თუ დაამტკიცებ იმას, რომ მას შენზე ქორწინება უნდა დაუხსნას. სიგიჟე რა. 1 2 3 ცოტნე დალი. სიმართლეა? სიმართლეა ეს. ალასკაზე დაცვე ნადირობა ლეგალურია, მაგრამ არალეგალურია მისი გაღვიძება და მასთან ერთად ფოტოს გადაღება. მართალია თუ ალასკაზე. ეს ტყუილია თუ მართალია გულის მიხარი? ალასკა ხო იცი იქით, ძალიან იქით. ეს უეჭველი სიმართლე იქნება. ეგეთ დებილი კანონები უეჭველი სიმართლეა. გუნდიში აი ეს ვიცი. ალასკა ლალის ფიქრებს რო ჩაწვდე ხა. ნახე ნაფიქრებ რომ დათვის გაღვიძება არ შეიძლება. რაღაცა იქ მე გაუპატიურებას ფიქრებ და რაღაც ამის მოგონილია. დალი. თულად იფიქრე მაგდენი გუნდიში. ის რაღაცა გაუბატი. ჩემი აზრით ეს დათვის მოკლა ლოგიკურია, იმიტომ რომ მოდის და გებრძვის ხო თვითონ მაშინ ფოტოს გადაღება რა. დაპირობას ხო არ დაიწყე, მაგრამ თუ აღვიძებ სურათის გადასაღებად არა, არალეგალური რატო აი უფრო ის არის. არა, შვილო დებილი ხარ. დებილი არის, მაგრამ არალეგალური რატო აი თუ კლავ სურათი რო გადავიღო რა. არა, აღვიძებ. დათვებს აქვს სადაც კანონები შეჩემაგარი. გუნდიში. ჩვენ გუნდო. გუნდა. იგედაგეცახი. გუნდა. იგედაგეცახი. არა დეპრესია. ფინეთში აკრძალულია ლობსტერის წინა სავარძელზე დასმა. კაი, მე თავი და გავმეორე, მეგობრებო, კარგად ჩაუღმავდეთ ამ ყველაფერს. ფინეთში აკრძალულია ლობსტერის წინა სავარძელზე დასმა, რადგან ყველა ვინც წინა სავარძელზე ზის, ღვედი უნდა ეკეთოს და ლობსტერს აქვს იმის ძალა, რომ ღვედი გადაჭერს და საავარიო საფრთხე შექმნას ძღოლისთვის. აი ეს მართალია თუ ტყუილია? 1 ღვედის 2 წინ არ შეიძლება. 3 დალიეთ ბიჭებო, კანონ გამოიცრო არ და. არა და მაგარი კანონი აი ეს სულელი არის ბიჭებო. წინ დასმა. ღვედის garaში როგორ შეიძლება წინჯდომა? ჩემი აზრით ლობსტერი წინ გამოგად აუ ლობსტერი არა ბიჭო წყალში რო ჩავარდი ლობსტერი ხო გადაგიჭრის იმას ღვეძს არა არ მიიღებდნენ მაგას ყოჩა ხტობ ყოჩი ძალიან IQ play-და და ყოჩა აი უკან წერს რა შვებიოდა აბა არა არ გინდა არ ჩაუგდოს სურათი აი მე შემდეგ დღეს ეგ ნახო ბიჭებო შენ გელოდებოდი და მე შევჭიხელში ხო უცად გადაკარეს და ნახავთ ვერ დავადების დღესა ჩემო ძმაო არ არის პრობლემა არაფერი განსაკუთრებული უბრალოდ მარილს ვიხდით თითებზე ჩრდილოეთ უელსის რამოდენიმე ქალაქში დღემდე შემორჩენილია კანონი, რომლის მიხედვითაც გეგზელება ჭექა-ქოხილის დროს ელვაზე თითით მინიშნება. ხოლო გაშლილი ხელით უნდა ანიშნო ელვაზე რა, აი ეს. უნდა ანიშნო. და არა ესე. ესე არ თითით მინიშნება არ შეიძლება. ეს მართალია თუ ხვილია. 1 2 3 ისე დალიეთ ბიჭებო. ოჩახები კანონი მინდა რომ არსებობდეს. კატო რა ვიცი რა კონკურენტოდ გიგებთ. აი, რა სიგონი. მე მინდა რომ ეგეთ რისის არა, მაგრამ ისეთი რაღაცები წარმოიდგინე. აი, იცი რა არის? კატო რა? ჯერა? აბათ რა არის? კატო იცი ამათ. PlayStation-ი
გატეხა ჩემი კაცი. გაწყვეტ. შვეიცარიის რამოდენიმე ქალაქს აქვს კანონი, რომლის მიხედვითაც უნიტაზის ჩარიცხვა არ შეიძლება ღამის 10 საათის შემდეგ, რადგან სიმკვიდროვეს არ ყოფს. ეს მართალია თუ ტყუილია? 1 2 3 მართალია? და კატომ წააგო. იმიტომ რომ მართალია. არა, ეგ ვიცოდი. მეცაც გეტყვი ეს გამიგია ეს კანონი. სიგიჟე. აი ეს და ლობსტერის კანონი. აი, შემდეგი, ეგრევე შემდეგი. გერმანიაში ავტობანზე ბენზინი თუ გაგითავდა და მანქანა გაგიჩერდა, დაგაჯარებებენ. არის ეს მართალი თუ არა? სწორია და ეგრევე შემდეგი. ალბანეთში აკრძალულია ბავშვზე სერბის დარქმევა. რისი? სერბი. სერბის დარქმევა. გუნდიშა მოიგო. იმიტომ რომ ეს არ არის მართალი ლალი. მოიგონა ეს რაღაცა და არა, მე ვიცი რომ სერბები არ ევასებათ ალბანეთში და მაგითო წონე დალიე, შენ გენასწორ შემითავი. სანამ ჩემი უძვირფასესი ცოტნე სვავს, თქვენ შეგიძლიათ რომ კომენტარებში დაგვიწეროთ რაც შეიძლება უფრო სრულიალური კანონი, ოღონდ ცოტა საინტერესოდ უნდა ჟღერდეს, რომ მე ლალის მოეწონოს და ეს ყველაფერი აარჩიოს. შემდეგ გადაცემას ჩვენ ამას წავიკითხავთ და გადმოგეცემათ ზუსტად ანალოგიური ნაკრები ლუდისას და ბავარიასი, რაც გადაეცა დღეს დიდი მადლობა. იაქტიურად, რაც შეიძლება მეტი დაწერეთ და ერთმა თუ გინდა დაწერეთ 10. პრობლემა არ აქვს მაგაზე. რომელიმე მაინც გაამართლებს. მეგობრებო, თურმე მე მომწერეთ და მე გეტყვით მაგარი იდეები მაქვს. მეგობრებო, აქვე მინდა გითხრათ, რომ იაქტიურეთ უფრო მეტი კომენტარებში, იმიტომ რომ ცოტა ნაკლებობა არის კომენტარების ბოლო პერიოდში და ჩვენ კიდე ჩვენი მხრივ გვირდებით, რომ რაღაც იახლეებს შემოგთავაზებთ ახალ გადაცემებს, ახალ საინტერესო პროექტებს, რომელიც ჩვენ არხზე დაიდება და უფრო საინტერესო იქნება ბევრისთვის ჩვენი არხის ყურება. უახლოეს მომავალში გვირდებით ამ ყველაფერს. და სხვა დანაშაულს რაც შეეხება მე დავთვერი, კარგად ბრძანდებოდეს. ეხლა ცოტა ბოლო დროს გაგვიჭირდა და ესეთი იდეა გვაქვს, რომ ფინანსური შემოსავლეო ცოტნეს ვაქირებთ ეხლა თამადად. ცოტნე თამადად თუ გინდა ეგეც მოგწერეთ და ცოტნე შეგვიძლია გაგატანოთ. ერთი საღამო, მეტი ვერა, იმიტომ რომ სხვადასხვა ის რო იქნება მაინც ხო. და ცოტნეს გავაქერებთ. სულ რაღაც 100 ლარად, მთელი საღამო ცოტნე წამოვა, შეჭამს დალევს და თამადა იქნება. დაიჯერებს ახლა ხალხი და მოვა მეილები, რომ თავარი არის, რომ მისამართი მოგწერა და ზუსტი დრო რესტორნის, ან რესტორნებში დადის. ჩემი დაბადების დღისთვის თამადას ტყუილად ვეძებ? 100 ლარად? 100 ლარად? იცი რა? ეგრეც არ გაგვიჭირდა. პრომო კოდით 20%-იანი ფასდაკლება #სამარილე და ბაზარია. ბარტერზე არ წამოხარ, ძალიან გაგარეკა. ცუდი თამადა. ძალიან ცუდი თამადა ვარ, ოღონდ მართლა. აი არ ვიცი, საუბარი ჩემი ძლიერი მხარე არა. გასაგებია. ნო, მიხვდებოდა ჩვენი მაყურებელი მაგას ხვდება. მიგდო ეგრევე ბიზნეს. კაი, დღეისათვის ასე თუ ისე მიწურულს მიუახლოვ და აი ხედავ, აქ მეხევა. დღეანდელი გადაცემა მიწურულს მიუახლოვ და ნელა სრულდება ჩვენი გადაცემა. მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით. მადლობა კატო შენ რომ ჩვენი სტუმარი იყავი. ძალიან სახალისო და საინტერესო გადაცემა გამოვიდა და მე ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფერს. გუნდი შენგან განსხვავებით. ხო. მე დრო კი. ჩვენი ურთიერთობა თავიდანვე ცოტა აი რა ალმაცერად მიყურებს ძელი. ეს ამ ხო იცი. მე ბიჭი მე არ მენდოს ბიჭი ჯობია. ბიჭი ჯობია. რა ბოროტული და თქონი იყო. სიგეგმდიშ. და კატო, ბოლოსკენ მინდა გთხოვო რომ ერთი სადღეგრძელოთი დაასრულო ჩვენი დღევანდელი პოდკასტი. სადღეგრძელოთი? კი ბატონო, სადღეგრძელო მთავარია, რას მიირთმევ მეორე ხარისხო. მართლა? ხო. უბრალოდ ეგეთი ტრადიცია გვაქვს. გასაგებია. კაი, მაშინ მოდი არ დავიბნევი მე მართალი არ ვსვამ, მაგრამ ხო. სადღეგრძელოები კევიცი. და მოდი ეხლა გავუმარჯოს იმ ადამიანებს, ვისი ნდობა და იმედიც გვაქვს. ვაუ. ნდობა და იმედის სადღეგრძელოს შევსვავდა. შენგენაც. და ამ დღის შემდეგ ჩვენ ერთმანეთის ნდობა და იმედი მოგვეპოვებინოს და გაგვემართლებინოს. გენაც. გაიხარე. ულამაზესი და უმაგრესი სადღეგრძელო. ნამდვილად გავუმარჯოს ნდობას იმედს. აქანა მეკითხება ის. მე მარტო ნდობას ვიტყვი. იმას იმედია. იმედი აღარ დარჩა. იმედი დღეს აღარ მიყვარს უკვე. გაიხარე გიორგი. არაფერი, ყველაფერი კარგად იქნება. რუსთავი ორი ხარ? ეს ფანაირი. არა, მაგათიც. მაშინ მოდი, ესა რა ქვია, let's drink for hope
Okay, why not? მიკროფონი ჩამოვარდა ჩემი. Okay, my dear. დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო, მადლობა ლუდისას ჩვენს წარდგეს, მადლობა ბავარიას ჩვენს მეგობარ ლუდს, მადლობა ალკოსფეროს ჩვენს გვერდში მდგომ კომპანიას, რომელიც ბრუნავს ჩვენს განწყობაზე და შვიდობით არა ნახვამდის კოცს. აბა ჰე, კოცით გეხვევით. მე რომ დამიტოვო და ცოტა ხანი ვიჭორავ, არ შეიძლება. Thank you.